როდესაც შენს ყოფილ ცოლს ეკონტაქტები, არავითარ შემთხვევაში შენი მის დამიწყენების შესახებ არ ესაუბრო. რანაირად შეძელია ამის გაკეთება, ეს როგორ ქენი, ასე როგორ მოიქეცი, ის რატომ ქენი და ასე შემდეგ. არ არის საჭირო ეს ყველაფერი და მით უმეტეს არ არის საჭირო შენი მხრიდან აგრესია. იმიტომ რომ ეგ ყველაფერი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ შენ ჯერ კიდევ გინდა ის. შენ უნდა ეკონტაქტო მას მაქსიმალურად მშვიდად და ნეიტრალურად, თუმცა გარკვეული იმედგაცრუება უნდა იგრძნობოდეს შენს მისდამი დამოკიდებულებაში. და რაც ყველაზე მთავარია, რა შეცდომასაც უმეტესობა უშვებს არის შემდეგი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყოფილ ცოლთან საყოველთაო თემებზე საუბარი. ამინდზე, პოლიტიკაზე, ჭორებზე, სამსახურზე და მით უმეტეს პირადზე. ღია საუბრები უნდა გქონდეს მხოლოდ ჩვენს ახლობლებთან, ან მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვისთანაც დაახლოვებას ვაპირებთ. ეგ კი ის ქალია, რომელმაც უბრალოდ შენი შვილი გააჩინა. ბავშვების შესახებ შენ შეგიძლია საკითხის დეტალიზირება, ისე როგორც მოგესურვება და როგორც საჭიროდ ჩათვლი. რამდენიც გინდა და როგორიც გინდა, ისეთი კითხვები შეგიძლია დაუსვა. ამაში არაფერი პრობლემა არ არის, მაგრამ ყველა დანარჩენი საკითხი უნდა იყოს მინიმიზირებული. ის პერიოდულად აუცილებლად შეეცდება შენი განწყობის გადამოწმებას და როგორ აკეთებს მაგას, როგორ ცდილობს ქალი მამაკაცის განწყობის შემოწმებას, ჯერ კიდევ განიცდის ის ჩემს მიმართ რამეს თუ ფეხებზე ვკიდივარო. როგორ ცდილობს რომ აი ასე ლამაზად და საყვარლად დაგელაპარაკოს ნებისმიერ საკითხზე. შემდეგ კი იგიღურებს თუ როგორ რეაგირებ, თუ შენ შეყვები მას დიალოგში, დაიწყებ რაღაც განხილვებს. აქ უკვე ყველასთვის ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუ შენ მშრალად პასუხობ, ისე რომ ეგ დიალოგი დასრულდეს და შემდეგ ისევ ბავშვებზე ცვლი თემას, აი აქაც ყველასთვის ყველაფერი გასაგებია. ის ხვდება რომ შენ უკვე დისტანცირებული ხარ მისგან, უკვე რომ დააწესე საზღვრები, რომელიც მან არ უნდა გადაკვეთოს. ხვდება რომ შენი მისდამი დამოკიდებულება უკვე შეცვლილია და დღეიდან ზუსტადაც ასე უნდა მოიქცე.